ამდენი დრიფტების შემდეგ YouTube-ზე დაგიბრუნეთ პროექტით. Ამ პროექტს ქვია ქართული ავტოსპორტის დაბადება. ეს არ იქნება ერთი სერია, ეს იქნება ბევრი სერია და გავყვებით ვინ დადიოდა, იმათთან გვექნება ინტერვიუ, ძველი პროექტების აღდგენა გვექნება და რაც საქართველოში მოიძიება და რასაც ხელთ ჩავიგდოთ, ყველაფრის აღდგენას გავაკეთებთ, რაც აღდგენილია, იმასაც განახებთ. ჩვენ ყავს ფორმულა ესტონიები, 5 ესტონია გადაცეს საჩუქრად საავტომობილო ფედერაციას და ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი აღადგინოს. რა თქმა უნდა, ეს მოხდება GM-ში. ამ 5 ავტომობილიდან ჩვენი მისია არის, რომ მინიმუმ ერთი ფორმულა აღვადგინოთ და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს ფორმულა ისეთი შევქმნათ, რომ ტრეკზე საჩვენებელი რანი მაინც გააკეთოს. არხის წამგენია სპორტული საინფორმაციო პორტალი კროკოჯი. ასევე ჩვენი სპონსორია ელფი. ელფი ძალიან დიდი კავშირი აქვს, ესე იგი ფორმულა 1-თან, სპორტულ ბოლიდებთან. თვით აირტონ სენა სპონსორი იყო ელფი. მაგას მე ეტაპობრივად ამ სერიებში გაიგებთ, ახავ და უფრო დეტალურად ჩავალთ. ალბათ ჩანს ეს ფორმულები რა მდგომარეობაშია. დეტალურად ესე რო ავიღოთ, მინდა რომ უფრო ჩვენმა სტუმრებმა მოგვიყვნენ. რა ნაწილებით იყო ეს ფორმულა აწყობილი. ფორმულა ის ცოტა ხმამაღალი თქვა მე მივხვდეთ რომ ფორმულას ვიზუალი აქვს. ჟიგული ძრავი იყო, ხა ეს დეტალებში აღარ ჩავა, მე GM-ში რომ წავიღებ და დავშლით განახებთ. ჩვენ გვინდა რომ ისე ადრე რაც ეყენა ჟიგული ძრავი გადაცემათა კოლოფი ყველაფერი იგივე დავაყენოთ რადიატორები. თორემ ამის აწყობა ესე რომ ეს ავიღოთ ჩარჩო და სხვა რაღაცებზე გადავაწყოთ ძალიან ადვილია. ორი მოდელი არის აქ, ესტონია 24 და 21-ია, დანარჩენი ცხრილში აქვს სხვაობა. ეხლა წავიდეთ იმ ადამიანთან, ვინც მოგვიყვება ამ ფორმულების ჩამოყვანას და მათ ისტორიას. სტუმრად მოვიდეთ არაბოსთან. პირველ რიგში მადლობა რომ ეს ფედერაციას ეს საჩუქარი გაუკეთეს და ჩვენ თაობას და მომავალ თაობას შემორჩება ეს ყველაფერი. მე რომ მოვყვე ესე დეტალურად ჯობია რომ ამ კაცმა მოვიყვეს ეს კაცი იყო ყველაფრის შემწრე. ავტომოტო კლუბის პრეზიდენტი იყავით, ხო? მე 82 წლიდან ჩამაბარე საქართველოს ნაკრები მოტოსპორტში. 84-დან გავხდი საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი. აი ეს ფორმულები, რაზე ჩვენ გვაქვს საუბარი, ეს ფორმულა ესტონია. ანუ ეგ როდის მოხდა საქართველოში? როგორც ტრასა აშენდა ჩვენი 1973 წელს, ესტონია ხო უშვებდა მაგებს. ჯერ ცოტა სხვანაირები იყო, კიდევ უფრო მანამდე სხვანაირები იყო რაღაცა, ნუ იმ 50-იან 60-იან წლებს რაც შეეფერებოდა. 80-იან წლებში წამოვიდა უკვე როგორც აი თითქოს სოფლიოში როგორი ფორმულაც იყო, მსგავსია რა. დღევანდელი ფორმულები არის ის, რომ ტექნოლოგია იხვეწება და მე ჩვეულებრივად სპორტულ მანქანებზე, ქალაქის მანქანებზე და რაღაცებზე გადმოვაქვთ. და მაშინ მიზანი რა იყო? უბრალოდ რომ სპორტსმენები გაეხარებინა და ჩქარა ეარათ, თუ რაღაცა ტექნოლოგია, აი სამოხუჭო სისტემა, ძრავი, გაგრილებები, ანუ მაგის დახვეწა მიდიოდა მაგაში, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი ეგ ფორმულა ესტონია, უბრალოდ ჟიგულის რაღაცა დეტალები და რაღაცა მოტოციკლეტის რაღაცები არის გადაწყობილი. ანუ ახალი არაფერი არ არის მაგაში გამოგონებული და მიზანი რა იყო ანუ მაშინ? პოპულარიზაცია, ავტოსპორტის, რომ ვითარდებოდა, აქაც საბჭოთა კავშირშიც არ ვითარებდნენ ამას, მაგრამ ჩვენ მოდი იქ რესპუბლიკის მასშტაბებში ნუ გავჩერდებით. უყურეში. ეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები რო ტარდებოდა, იქ ეხლა თქვა აი საქართველოში ყავდა 6 თუ 7 წელი ეს ძველი ფორმულები, ხო? იქ ბეჟაშვილი იყო, ზურა ციკლაური იყო, სანდრო იყო, ბირიანაშვილი, ბიჭები ბევრი იყვნენ, ხო? ციკლაურის დამსახურებაა რომ მე დღეს ავტოსპორტში ვენ, რომ პირველად ძველი იპოდრომზე მანდ ვიყავი შეჯიბზე და ციკლაური იყო ყავისფერი ნოლადინი და ესე ხრესზე დატრიალდა. ეხლა ისევ იმ თემას დავუვენთ ამ ფორმულა ესტონიას. ჩვენთან მოხდა მაგის ჩამოყვანა, იქ აწყეს და ჩვენ მოვითხოვეთ, რომ 6 წელი გვინდოდა თუ ეგ საფრთხე. არა, 6 წელი ერთად არ იყო კაცო. ჯერ ერთი მანქანა იყო აქ. ვიღაცა დადიოდა ვთქვათ. მე მეორე წელს მეორე მოვიდა.
ანუ ვიღაცა დადიოდა მაგას ვერ ხვდები, ანუ ერთი ფორმულა თუ მოგცეს, ანუ მარტო დადიოდა თუ არა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ხო ტარდება ამ ტრასაზე, ტარდება უკვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და რაღაცა კიდე შეიძლება რაღაც სხვა ჩემპიონატი ჩატარდეს და საქართველოსდანაც ხო გამოდის ერთი სპორტსმენი ამ ვიღაცა, ვინც ზის ამ ფორმულაში. ტრასა როგორც გაკეთდა იმ პერიოდიდან უკვე საქართველოში შეიქმნა ჟიგულები გადაკეთებული უკვე წრიული რბოლისთვის და აი ფორმულებიც წამოვიდა უკვე მაგ 73-75 წლიდან დაახლოებით 80-იანი წლების ბოლომდე კლუბში შეიძლება ცოტა მეტი მანქანაც იყო, მაგრამ ზოგი იმტრეოდა და მე ხდებოდა იმის დაშლა, ლიკვიდაცია რა, ჩამოიწერა გადაყარი. ხო და 80-იანი წლებიდან უკვე აი ეს ფორმულები რაც დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ ესენი იყო ერთი მანქანა მიშამ დაამტრია ჯავახიშვილმა შემოდიოდა ფინიშის ფავორიტში როგორც მახსოვს მაშინ მე ვიყავი უფროსი რუსთავში ხო და ნუ რაღაცა ტექნიკური ხარვეზი ქონდა მანქანა ვერ დაიჭირა და ბოინიკებს დაეჯახა და რამა გაიღუნა მაგისი და ეგ რამა ცათადარიგოთ არ მოდიოდა ის რამა გაიღუნა всё მანქანა აღარ არის და მე ესენი რაც იყო უკვე რამოდენიმე შეჯიბრი ჩავატარეთ ბევრი ვერა უკვე და პრობლემა გახდა საბურავები საიდან მოიტანა ხო საბურავი დღეს პრობლემაა ჩვენ ავტოსპორტში არ არის ხო საბურავი არ არის თორმულის მუხრუჭები არ არის კაროვკის ნაწილები არ არის ხო და ნუ იზოლებულები გახდნენ ბიჭები რომ ვინც ფორმულაზე იჯდა გადავიდნენ კუზაოზე და აქ ფორსირებული მოტორები გადაიტანეს იმ მანქანით. ამ ფორმულიდან რომ იმ მანქანაში მოტორს გადაიტან, ფორმულა შუაზე იხსნება და იყრება ესე ორ ნაწილად. და ესე დარჩა. სათადარიგო ნაწილებს სადიშვები მაგის. ხო, სათადარიგო ნაწილებს. ფიზიკურად ვესადვერი. მაშინ მეშობლობდნენ ეხაც ვერ ვიშო. არა, ვერ ვიშო. აი მაგ ნაწილების უქონლობის გამო იყო რომ ჩვენ საერთოდ ფორმულის შეჯიბრებში ჩართვა შევაჩერეთ. აი საბურავებზე მაინტერესებს კიდე რა. ანუ საბურავებს თუ ვერ ყიდულობდით, მან ხო სლიკები იყო, სხვა საბურავი იყო, ხო? ჩვეულებრივ იყო წვიმის საბურავიც იყო და იყო სლიკებიც. ხო. იქ ეხლა მე ძველი რაღაცები რო წამოვიდი. რო შემოვიდი ხო იქ თავზე დევს ის. იქ ჩანს ერთი თუ ორი ცალი დევს ისეთი რომელიც წვიმის დავინე ხო პროტექტორიანი. ყველა მანქანას აქვს თავისი ისტორია, ხო? მანქანას ყველას ყავდა თავისი მრბოლელი, ხო? თქვათ იქ ერთ-ერთი ალბათ იქნება ყოფილი ზურაბ ბეჟაშვილის მანქანა. მეორე იქ დათო ციკლაურის ალბათ იქნებოდა რომელიღაცა ვისგანაც შენ დაიწყე. ფორმულადოს ვერ მასტარნო, რადები ყავდა ჩემ საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა. რამდენი ფორმულა იდგა სტარტზე? ანუ საქართველოს მოქალაქეები იდგნენ მარტო თუ ძირითადად როცა საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა ავტო წრიულ ბოლაში, იქ იღებდა მონაწილეობას თქვათ როგორც ფორმულა, ისე კუზავო. კუზავოში იყო სხვადასხვა კლასი, ხო არის არა 1300, 1600. აქაც ეგრე იყო. ანუ მანქანები და მანქანები იყო ეგ. ნოლოსიმები და ნოლპიატები და აზინაცისტები. ტოლიატის ქარხნიდან პირდაპირ ბალტიისპირეთის ერთ-ერთ ქვეყანაში, რესპუბლიკაში მიდიოდა ახალი მანქანა, იქ ის იშლებოდა, კეთდებოდა გაძლიერებული ძარა, დუგები, სკამები, რემნები, კუზაოს გაძლიერება, რალისთვის რო უფრო ძრავი, სუსტი ადგილების ძრავი სტანდარტი იყო. და იქ 1500 მანეთი თუ რაღაცა მანეთი ემატებოდა მანქანის ღირებულებას. ახალი მანქანის ღირებულებას. ხო, იმიტომ რომ როგორც აიხლა ტიუნინგს რო აკეთებენ რა, ეს მიდიოდა, იშლებოდა, კეთდებოდა სპორტისთვის და რომელი რესპუბლიკაც ითხოვდა, იმას მე ჩვენ დამატებით ფულს ვიხდით იმ მანქანაში. მოსკოვი აღარ იხდიდა უკვე, რესპუბლიკა იხდიდა. ეგ შეიძლება რამდენიც გინდა შეგეკვეთა თუ მაგასაც ანაწილებდნენ რომ არა, რამდენიც გინდა შეგეკვეთა, მაგრამ ესეთები მოდიოდა უკვე ბოლოს მივიღეთ რამოდენიმე ვიხურის გაკეთებული მანქანები ეგ. რალისთვის იყო ძირითადად, მაგრამ წრიულ ბოლაზე ჩვენ ვერად ხმარობდნენ მაგ მანქანებს ბიჭები, ხა დუგებით გაშიგნით, რაც იყო მაშინდელი კანონმდებლობით მოთხოვნა ხო იყო არა, ესეთი უნდა იყოს სკამი, ესეთი უნდა იყოს ცეცხლსაქრობის სისტემა, ესეთი უნდა იყოს საბურავი. ის ყველაფერი უკვე იმ ქარხანიდანვე იყო ამ მანქანას. ანუ რეგლამენტი იყო და იმას მიყვებოდა. ხო, ყველაფერი გამზადებული მოდიოდა. უსაფრთხოება. ახლა დღეს უსაფრთხოება იმ დონეზეა, რომ ძალიან რთულია რაღაც დაზიანება მიიღო. მაშინ უსაფრთხოება რა იყო? ახლა მე კი ვიცი, მაგრამ ჩვენმა ასე ვინც გიყურებს იმას მარიციან, რომ აი
ჩაფხუტი ყველაფერი იყო ძალიან კარგი ბოლოს წლებში, უკვე 80-იანი წლებიდან, აი 79-იანი წლებიდან თვითონ დოსააფში უშვებდნენ იმ წყავის შარლებს, იმ შლემებს, იმ ხელთათმანებს, მოტობოტებს, რომელიც მოტობოტები ცოტა დეფიციტი იყო, უფრო სამხედრო შექმნებს ხმარობდით ხოლმე და შიგნით პლასმასებს დებდით ხოლმე ამაში, მაგრამ წყავის შარლები დამცავი პლასმასებით აქედან აქედან. ცეცხლგამძლე ყველაფერი. იყო სუფთა წყავი. არ იყო დერმანტინი და კლიონკა, კურტკები იყო კარგი. ხო და ეხლა ეს დამცავები დღეს რო ეხლა მოტოსპორტში და მოტოციკლეტებზე ხმარობენ, ეგეთი არ იყო. ჰოკეისტების დამცავებს ხმარობდით ხოლმე. პლასმასი იყო ჩვეულებრივი და აქ იკრავდი წინიდან ეს აპელატებისი აწყობილი ქონდა ზევიდან. ანუ რა მაინტერესებს იცი, ეხლა როგორც ბავშვი შეგიძლია ფეხბურთზე მიიყვანო დღეს, ეგრე ავტოსპორტზე ვერ მიიყვან. უნდა უყიდო კარტინგი, ის ეკიპირება და ისე უნდა შეიყვანო, რაც ძირთან. ანუ უბრალოდ მიდიოდი და მიდიოდი ეწერებოდი, იყო სპორტ სკოლა, ბავშვთა და მოზარდთა სპორტული ტექნიკური სკოლა, რომელიც იყო ერთი თბილისში და მეორე იყო აი მან ჩვენთან სპორტ ბაზაზე. მოდიოდნენ ბავშვები 10 წლიდან, 12 წლიდან, 13 წლიდან, კარტინგი და მოტოკროსი. კარტინგში რომ ბავშვები იზრდებოდნენ, ესენი მერე გადადიოდნენ, ზოგი ფორმულაზე ჯდებოდა, ზოგი უკვე ძალიან მანქანაზე გადადიოდა, იქ რალზე, ან წრიულ რბოლაზე. კროსიში გაზრდილი ბავშვები უფრო მიდიოდნენ, მაგალითად აი მოტოწრიული რბოლა რო ტარდებოდა საკავშირო ჩემპიონატი, იქაც მიდიოდნენ. მრავალდღიანი შეჯიბრი იყო როგორც დღეს ენდუროს რო ეძახით ახლა 5 დღე იყო შეჯიბრი დილიდან ღამემდე ფარი წე ღრე რუკით ოფროუდი იყო თვითონ ოფროუდი ჩემი ჯიპებიც ან მე არა ეგეთი რაღაცები არა ჩვენთან არ იყო განათო ფიგურული ტარება იყო ავტოსპორტში ეკონომია სკოლას ჩამოკიდებდნენ ხოლმე მანქანებზე ბენზინი ჩაგისხეს ლიტრა და ვარანდეს გაივლი ეგეთი რაღაცებიც იყო ანუ ყველა რეგიონში ქონდა ავტოკლუბი ავტომოტოკლუბი და სამტრედიაში რო ცხოვრობდა ბავშვი შეეძლო მისულიყო მიდიოდა იქ ეს წარმოუდგენელი ეგეთი რამე ლისეც იყო ბაზაო სადაცო გაანადგურესო ეს ლისის ბაზა მანდ იყო ხელით გაკეთებული მაშინდელი ვარბურგის მოტორები, დიდი მანქანები, რითიც აი ძველი ვეტერანი ავტომობილისტები, რომლებიც მაგ მანქანებს ხელით აკეთებდნენ და ერთმანეთს ეგონკავებოდნენ ვოლგების და მასკვიჩების გარდა. და მახსოვს ეგ ყველაფერი ჩვენ რო 1973 წელს გამოვყარეს იქიდან ეს კულტურისა და დასვენების პარტიაო და აქ რო ჟღუტუნებთო და ხმაური იყო ძალიან ეგ ბაზა რო აშენდა ეს ყველაფერი აი როგორც ახლა მე რომ მითხრით დაცალე და წადი აქედან ხო აი ეგრე მოხდა მაშინ აი მაგ ტექნიკის არ წაღება რუსთავში და მან როგორც გავიგე მე ლისიტმა ჩაყარესო და ზევიდან მიაყარეს მიწაო და იმის მერე ხო ლისიტმა დაშრა კაცო და გადააკეთეს და ეხლა სად რა არის ჩაგდებული რა კითხრა მე არის მაგის შანსი რომ ეგენი ამოვიღოთ გარეშე ამ ტროტუარებია გაკეთებული ხალხი დარბიზე იმის ქვეშ იქნება სადღაცად ღრმად ვინ ამოგათხრენებს მაგას და მინდა რომ კიდე რამე ფორმულა ან აი ეს ნოლადინების ნოლტერები ის ძველი გაკეთებული თუ არის სადმე შემორჩენილი თუ ვინმეს ყავს სახში ხა მაშინ როგორც როლებზე გადაანაზერებთ თუ ვინმეს ყავს უბრალოდ გამოვიტან და ვანახტო რა იყო რითი დადიოდა ხალხი იმიტომ რომ დღეს მიუხედავად იმისა თქვენ რომ ამბობთ რომ კარგად დადიოდა ეხა კახა აფციორს ყავდა 0.8 და ეს 0.8-ის მოტორი ნუ რაღაც არ აყოფნიდა რა ოპელის მოტორი ჩადო შიგნით 200 ფერდვალიანი ეგ რომ ეწლებია აი ეგ არის უკვე 90-იანის მერე ანუ 90-იანებში მოხდა პირველი სვაპი ჩვენ ლოგინოვი იყო მიშა უძლიერესი ავტომობილელი ბოლოს დაიღუპა რუსთავის ტრასაზე მან გონკის დროს გახდა ცუდად შემოვიდა ზაკრიტი პარკში მექანიკების სადაც არიან აი მაგ ძველ ტრასაზე და ფანჯრები ჩაწია, ფანჯრები აწეული ჰქონდათ, არ შეიძლება ქარი იჭერდა მანქანა. შემოვიდა ფანჯრები ჩაწია, სანამ ექიმები მოვიდნენ გული დაიჭერდა. და მიზეზი, ანუ უჰაერობა. ასაკში იყო უკვე რომ გამოდიოდა რბოლაზე. მაგას ორი ბიჭი ყავდა. აძლევდა მანქანას თავის ბიჭს რომ გამოსულიყო შეჯიბზე. არ და ბავშვი კარგად დადიოდა. თვითონ ბოლომდე თვითონ დადიოდა. თვითონ ეგოს მხრივ თუ უსაფრთხოების მხრივ? უნდა რა, თორე იმათ მე იარეს თვითონ.
არაძლევს და დაიღუპა საწყალე. ავტოსპორტსმენებს ჰქონდათ დაფასება ხალხში? მაგრამ მაინც ავტოსპორტი ხა ავტოსპორტია. მაშინ მოტოსპორტი ნაკლებად პოპულარული იყო საქართველოში. 70-იან წლებში იყო ვინმე ალექსანდრე კლდიაშვილი და ვინმე გოგი ბეგიაშვილი. ორივენი აიყვანეს 1970 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებში. მაგრამ რა გააკეთეს? საბჭოთა კავშირის ნაკრების ბორები არის აფხაზეთში, სოხუმში. ეს მამაძაღლები დამთვრალან და ლენინის ზეგზე ამძვრალან ზედ. კუდინოვი იყო მაშინ პაფის პად გატოკი და რაფიმეცი პატიხნიშის გამოყარეს ორივე. თორე მაგარი გოშიკები იყო. ორივე სპორტის ოსტატია, ორივე საბჭოთა კავშირის პრიზიორია. მამაძაღლები ვიყავით აი ესეთი. სპორტსმენი არ უნდა დალიოს. ავტოსპორტში უფრო მნიშვნელოვანია დისციპლინა თუ ნიჭი? ავტოსპორტში ხა პატარა ბავშვები არ დადიან. ყველა დახვეწილი პიროვნება არის და დისციპლინა მაგ რაღაც ნიჭია, ნიჭი. და დინჯი უნდა იყოს. ნუ ეხა თქვენ მაინც ავტოსპორტზე ეხა ჩვენთან რაც არის უკვე ეს დრიფტი ისა წამოვიდა. იქ პირიქით სიდინჯე გავნებს. პირიქით აგრესიული უნდა იყოს, ფეთქებადი უნდა იყოს და როცა კაცოზე დადიხარ, ფორმულაზე დადიხარ, დღევანდელი ავტოდრომის ტრასაზე რო ეხლა მანდ ფიცხად დაჯდე საჭესთან და ესეთ მოხვალ ფინიშზე რო? ნუ 10-დან ერთხელ მოხვალ, მაგრამ ისე მოხვალ რომ ყველა თავს დამახსოვრე და შედეგს დადე. ძალიან დიდი დაფიქრება უნდა არის. ბოლაზე დავდივარ ხოლმე წამის მეასეთში იმდენი დრო გაქვს ფიქრის საშუალება რომ გადაწყვეტილება მიიღო ადრენალინის ქვეშ რო ხარ. ხო, ანუ ხა ისე რო იფიქრო რომ ახლა ვერსად იფიქრო. უკვე შენ აქ რო ხარ, სანამ აქ ხარ უკვე მანქანა იქ არის. ეს ძალიან ისეთი რამეა, აღთქმა უნდა გქონდეს. ჩქარი და გადაწყვეტა ამ ყველაფრის ეს ყველასთვის ინდივიდუალურია მე რა ვიცი ახლა მე ჩემიდან გამომდინარე ვლაპარაკობ. საცა შემეშალა იქ მივიღე ბრახვანი. საცა შემეშალა. კი ბატონო. ეს ის გაცვეთილი საბურავებია ხო რაც? ესენი ახლა როგორ არის გაცვეთილი, როგორ გითხრა? ეგეთი პოსლიკებია საერთოდ და აი ესეთი შიპები რო აქვს. ეს წვიმის არის უკვე. ეგ უკვე დაჟევიკებია. და როგორ იყო ეს საბურავები? ანუ ეს სოფტი, ანუ საშუალო, მოჭიდების ვარიანტი განსხვავებული იყო. ეხლა გვაქვს სოფტი, მედიუმი და ჰარდი. არა, მაშინ ორი იყო მე მგონი ისა და ეს. წვიმის და ეს, ხო. ეხლა ესენი ჯერ უკვე მაშინ ბოქსებში რო ელაგა გახმა. რამდენი დავაყენეთ, დაჟე რამოდენიმეჯერ გაუსკდათ. იმიტომ გავჩერდით უკვე. ნორმალურად რო იცის. ეს სოხუმში ვარ შეჯიბრზე. ეს მე ტრენერობის პერიოდში. ეს მე მგონი მოლდავეთში ვარ საქართველოს ნაკრებია ეს? ხო. ეს საინტერესო. აი პირველი ქართული სტანდარტი ხო? ნუ ნახე როგორ ისაცია. ჰოკეის. ჰოკეის ფორმაცია სეიფტის ვარიანტი. ცეიული ბოლა. ეს რიგა ბიკერნიაკია? ხო. ო, აი ეს ცნობილი დრიფტის ტრეკი სადაც არის დისპოზიცია ტარდება აი 85 წელს ნახე რა ხდებოდა. აი ეს მაშინ საქართველოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი კლასი სტარტზე როდგან ნახე რამდენი ბავშვები არიან. ეს სიგარეტით რო ხართ ხოლმე აქ? ანუ ეს მწვრთნელობის პერიოდში ქონდა ფულბა თუ სპორტსმენსაც ქონდა? სპორტსმენი და სიგარეტი, მოტოკროსი, ავტოსპორტი არ არის. რა ძალიან დიდი დატვირთვა გაქვს ფიზიკური და ეს არის უფრო მოტო ისტორია. მოტო. და ავტო თვითონ ავტო ყველას ექნება თავთავისი. უფრო აი ზურას ექნება ყველა ვარიანტი. ზურა ბეჟაშვილს? ბეჟაშვილს ბევრი რაღაცები ექნება. შალვა უბგაიძესაც ექნება. უბგაიძესაც ექნება უყვარს მაგას ეგეთი რაღაცები. მამრიკიშვილი ხო არის ფედერაციაში გამგეობაში? კი, მამრიკიშვილი. მაგისი მამა იყო ძალიან ძლიერი ავტომობილელი. ეგ-ერთი. მაგისი პაპა შოთა იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის პრიზიორი ავტორბოლაში და იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ბოლო წლებამდე. ავტოწრიულ ბოლაში. ეს წარმოვიდგინე. შალოვი შოთა. და მაგას სახში უყენია ჩემი კლუბის მანქანა ნოლაძინი გამზადებული საიუზისთვის, რითიც მაგისი ბიჭი მამამისი გამოდიოდა შეჯიბრებზე.
ოპა, აქედან მივდივართ, ესე იგი მამრიკიშვილთან მივდივართ ეგრე. ხო, garaში ეყენე მე. აი მანქანა იყო ძალიან, ნოლაძინი არის. ეხლა 0.5 როგორი რამეა ვიზუალურად, იცი რომ შეტოკებს რო ხსნი 0.5. თვითონ აქვს წინ ისეთი სპოილერი რაღაცა და აღარ ჭირდებოდა სპორტსმენს იმ რაღაცების კეთება და აი ეს ნოლაძინი, ეს ყველაფერი არის ამოყვანილი ჟესტიანჩიკის ხელით. იქ წინეს ხო ეს დადოტოლი კრილოები და წინ ბამპერიდანო გადმოდის ხო ეგენი აი ანუ ეგეთი ყავს ახლა მამრიკიშვილს სახში რავი თუ არ გადააგდეს არა მაგას მიგადააგდეთ და ფორმულა ყავს ობგაიძეს როგორც ის ფორმულა ყავს ობგაიძეს ორივე ადგილას მისასვლელები ვარ ვიცი და როგორ აწყო არ ვიცი რა ძალიან ძნელია ახლა ეგეთი რაღაცები აი თქვენ რაც გაგიზნელდებათ ძალიან მაგის საწყობი ფორმულები დავხოგე და თავის ხოდით მოვიყვანეთ ახლა GM-ში. ეტყობა თავის ხოდით რომ მოვიჩნე. გადამოვიყვანეთ ახლა ვიწყებთ აწყობას. რაც გვეგონა მთლად ისე ადვილად არ არის. იმიტომ რომ ძალიან ბევრი დეტალი გვაკლია და ჩვენი მიზანი არის რომ განა რაღაცეებით ჩავანაცვლოთ, გვინდა რომ ის ძველი ნაწილები მოვიძიოთ რამენაირად და ის ძველი პირველად იესახე დაუბრუნოთ, რადგან ერთი მუზეუმში უნდა გათავსდეს და მეორე გვინდა რომ ფედერაციას ყავდეს და შეიძლება რომ რუსთავში ტრეკზეც გამოიაროს ხოლმე რაღაც გახსნებზე. იცით რომ GM-ში სულ პროექტებს ვაწყობთ, მაგრამ სულ მანქანის პროექტები გვაქვს. ერთ-ერთი შემთხვევა რაც ქონდა რომ Smart-ი მოტოციკლების ძრავი ჩავდეთ და მაგაზე გაგიჟდნენ აქ ჩვენი ტექნიკური ჯგუფი, მაგრამ მაინც გამოვიდა ეგ პროექტი, ვისაც ჩვენი არხი გამოწერილი აქვს და უყურებთ. ნახავთ რომ ეგ პროექტი შედგა. ამიტომ საჭირო არხი გამოიწიროთ რომ ბევრი პროექტი ნახოთ და ჩემი დანაპირები კიდე რომ ზღვას გადავცურავ, ეგ ძალაშია, ასე რომ ვაგრძელებთ. თემა არის რომ ტექნიკურად ეს ფორმულა არ ვიცით, ჟიგული არ ვიცით, ფორმულასთან შეხება არ ქონია და ჟიგულთანაც არ ქონია შეხება და ეს ის შემთხვევა რომ ფორმულას და ჟიგული ერთად არის. გაბელია თუ გვეტყვის რამეს, იმიტომ რომ გაბელიას ქონდა ჟიგულთან შეხება ბავშვობაში და ამბობს რაღაცა ნოლადინია ვაწყოთ 0.5 და რაღაცები და აი აქ არის ფორმულას ნოლადინი. გაბელ მოდი რამე გითხარი, აბა რამეს ცნობ აქ მე ამას ვცნობ რა, მაგრამ ეს დარწმუნებული ვარ რომ არ იხრება DRS-ის ზონები და რაღაცები მაშინ არ იყო და ეს პროსტო რო არ გაფრენილი იყო ვითომ ტექნოლოგია არ იყო მაგ დროს შექმნილი. ერთადერთი რასაც ვცნობ, აშკარად ზაპოროჟეცის კაროკა ჰქონდათ. თავის დროზე სავარაუდოდ რაღაც დეტალები ჰქონდათ შეცვლილი, ზოგადად საერთოდ სინქრონიზატორები არ აქვს. ვითომ კულაჩკოვი სეკვენტალური გადაცემათა ყველაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხო, ზაპოროჟეც ვერ ექნებოდა. ხო. მე რას ვერ ხვდები, იცი? ეს ზრავი ხო დგას აქ, გადაცემათა კოლოფი უკან დგას და დაგზელებულია Porsche-ის ტექნოლოგიით იყო გაკეთებული უკუღმა ტრიალების კაროკა. ხო? ხო, ზაპოროჟეცი ხო ეგრე არის უკან დევს ზრავი და მაგიტო და ჟიგულის აიღეს და ზაპოროჟეცი და გადამყვანი რამე გაუჩარხე ჩვენ. თავისთავად გადამყვანი ქონდათ. რაღაცები რაც მაქვს ნანახი თლად გაშარხული გამოყვანილი არ იყო, გადაზოგებული რაღაცეები ქონდათ. ეხა ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს მოვიძიებთ მაგ ყველაფერს სავარაუდოდ და მე დეტალებში არა, ეგ გადამყვანი და ისინი უნდა იყოს ზე თორე მაგის გადამყვანის გაკეთება და პროსტა ის დაგრძელებული არის და დაგრძელებული ქონდათ ჯოხი და ყველაზე უცნაური რაც ქონდა ამ კაროკას სადაც ეყენა იქ აი აბაროტებით ვარ დაამთხვევდი არ ირთმევოდა სიჩქარეში არ ჩადის იმიტომ რომ მე მგონია რომ შეგითაც რაღაცა შეცვლილი იქნება ეს შეცვლილია იმიტომ რომ ზაპო სულ მიდიოდა მე მგონი 100-ში ეს ფორმულები 200 ცოტა მეც მიდიოდნენ რა 200 ზემოთ ხო 200 წავიდოდა ხე მიხედავთ იმისა რომ ჟიგული ძრავი ქონდა რა 500 კილო იქნებოდა მეტი ვერ იქ 450 იყო რომელიღაცა ვერსია ხო 500 კილომდე რა შენიანად არაფერი ისეთი წონა აეროდინამიკაზე რა სიტყვი აი ეს დღევანდელ DRS-ის იმას გავს ოპა წავიდა გვერდზე Air Georgia წერია Air Georgia წერია და აქეთ რა წერია აქ Coca-Cola წერია Coca-Cola 90-იანებში იყო სპონსორი ეხა არ არის სპონსორი სიცხვილია ხო ასევე სპონსორობა უნდა იქობლონ კარგად აღნიშნოს შეგვიხმიანა ეს რას ვახდები Air Georgia რო წერია აქეთ ეს ცხვირიც Air Georgia არის და ანუ საქართველოს ავიახაზები ასპონსორებდა სპონსორი კი წარმოვიდგინე რა ეხა ჩვენ ფორმულა დრიფტზე რო არის თავდაცვის სამინისტრო იმათ რო აფინანსებს და გვიყვისოთ საქართველოს იყო ეგ შეიძლებაელია რომ თავდაცვის სამინისტრომა შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგაფინანსოს ძალიან მაგარია
შეიძლება რომ დისკარზე მიაწერო ეგ. ფინანსთა სამინისტროს გაფინანსება ვაფშე მაგარია. ეს რაღაცა სავარაუდოდ არ არის ქართული ჟიგულის პრიბორები 8000 აწერია ტახომეტრზე და რაღაცა უცნაურობას აქვს ადგილი რა. ვიძე ჟიგულისას გა. ჟიგული არის აშკარად, მაგრამ ეს რაღაცა ნავაროჩენი რალისტებს მოპარეს ეთყობა თავის ბიჭო, პედლები მე მგონი ტილტონია, ძველი რუსული ტილტონი. აღმოაჩინეთ. ნახე ცალკე ბაჩუკები და აქ ქონდა break distribution-ი წინ და უკან დატვირთვის გადასაართველი ქონდათ, ხედავ, ტექნოლოგია. გადაო, მაგაზე იმაზე ვიხოცები, drift car-ზე და მაგაზე არ მიკეთებ და როდის ქონდა? ჩვენ რო ტილტონის ბაჩუკები და რაღაცები, მაშინაც ქონდათ ეგეთი რაღაცები. დისკები 1 ვოლტით არის და მაგრებული. მიმართველები აქვს და ერთი ცალი ვოლტით მაგრდება შუაში. ბიჭო, აი ეს მაინტერესებს ამ ბაგზე ვითომ ჰომოლოგირებული ბაკი რა. ჩვენ რო გთხოვენ ახლა ნახე Z ბაგზე ეს ტიპი და ნახე იმე მაშინ მაგიტო იყო საშიში ყველაფერი და მაგიტო დაიხოს ამდენი ავტოსპორტსმენი, იმიტომ რომ აი უსაფრთხოების ვაფშე არაფერი არ აქვს რა. ეხა ფორმულებს აი ეხაც ამოწეული აქვს რომ წინდა რამე არ მოხდეს და აი აგნატუშწელი ხოდეოს არ ვიცი შეიძლება აქ არ უნდა იდოს სადიდო არ ვიცი, მაგრამ რა აგნატუში წერილო ფორმულადან თუ ერთი პონტია რომ უბრალოდ გადმოხტე და გაიქცე. ერთი რაც გამიკვირდა, წყალზე რო აქ გაგრილება, რა მაშინ რატო გააკეთეს წყალზე? ჰაერზე არ ყოფოდა ვითომ? ჟიგული იყო. ჟიგული ყველა წყალზე გრილდებოდა. ხო, მაგრამ ისეთი ჩაედოთ რომ ჰაერზე ყოფილიყო, უფრო წონა რამე ისა ლეგენდები არის ახლა რომ ჰაერზე გრილდება და. ხო, ნუ ჟიგულის ძრაოს სამწუხაროდ. თან ამის გაგრილებას რა უნდა ეგრე შედის გიჟივი. ვაზდუშკა. არა ჟიგული უწყლობას ნამდვილად ვერ აიტანდა. ხო. თან ეხა ეს მოღუნული გოხა, ქობულ ეს გადაიღეს გასასწორებელი რობოტზეა გასაჭიმი, ნახე. ნახე რა დღეში ვართ უკვე. რაც არის ისაც არ არის კარგი. საინტერესო პროექტია, ჩვენც ბევრ ამას გავიგებთ. თქვენც ბევრ ამას გაიგებთ, არხს თუ გამოვიწერთ. ამ ვიდეოს შემდეგ აუცილებლად გავყვებით ძველ ავტოსპორტში რა ხდებოდა, რადგან ამ პროექტს დავარქვით ქართული ავტოსპორტის დაბადება, აქ არ იქნება მარტო ფორმულები, აქ იქნება ძველი ეს ნოლადინები, რაც უკვე მე მგონი ვიდეოში იყო, ვოლგები იყო, ვოლგები, სხვათა შორის ვოლგები მაინტერესებს ყველაზე ძალიან, იმიტომ რომ ვოლგა მაშინ ითვლებოდა, რომ ანუ ესე ვერ იყიდიდი, მამაჩემისგან ვიცი, რომ რაღაცა სტატუსი უნდა ქონოდა ვოლგა რო გეყიდა, გეყიდა არა რომ გამოეწერა თუ რაღაცა ეგრე იყო რა და ამ ვოლგების გაზაობა, მაგრამ მაინტერესდა თვითონ ამ ხელა მანქანა, მე ვოლგაში მჯდარ ვარ მიულია და მე აუ ვიცი ეს კლასზე ორჯერ ეს კლასია. მაგრამ მაინტერესებს ეგ ვოლგებსაც მოვიძიებ. თუ ვინმეს გააქვთ ინფორმაცია, ან ყავთ, ან რამე ვინმე ადამიანს იცნობთ ისეც, ვინც ამ ძველ ავტოსპორტთან შეხება ქონდა, მოგწერეთ, დაგვიკავშირეთ და აუცილებლად გავესაუბრებით, რაღაცებს გავიგებთ და რაღაცა კვალზე გავალ და მეტ ინფორმაციას შემოგთავაზებთ. ჩვენც ახლა ეს პროექტი რო დავიწყეთ, უკვე რამოდენიმე ადამიანი შეგვეხმიანა ესე ვინც შეხვდა ვიდეოჯერ არ არის დადებული, მაგრამ ესე უკვე რომ მოვიყვანეთ აქ უკვე შემოგვიარეს და ეს იმას ყავდაო, ის იმას ყავდაო, იქ ნოლადინიო ვიღაცას გამზადებული ყავსო. ვოლგაზე ჯერ არაფერი არ ვიცით. სხვა მრავალ პროექტს კიდე შემოგთავაზებთ და ეს პროექტი გაგრძელდება, საინტერესო პროექტია, ჩემი აზრით. ამისთვის არხი გამოიწერეთ კიდე ერთხელ გემოვნებით და ზარზღილაკი გააქტიურეთ.